Aha, ჭეშმარიტი ისრაელელი, რომლისათანა ზაკვა არა არის. Ანუ ერთ-ერთი უმთავრესი პირობა ღვთისმაძიებლისთვის, რომელიც ეჭვებს ძლევს იმით, რომ ღვთისნების, ანუ სინდისის მიხედვით ცხოვრებას, ღვთისნების მიხედვით ცხოვრობს, გული ეწმინდება, ხდება აღმქმელი საღვთო მადლისა და ერთ-ერთი უმთავრესი პირობა მზაკვრობა, ორგულობა, ფარისევლობა, საშინელი სული, როცა ადამიანი გარედან ერთია, შიგნიდან მეორეა, საქმით სხვა არის, სიტყვით სხვა არის, ერთს ამბობს, მეორეს აკეთებს და ასე შემდეგ მზაკვრობს და ნიღბით დადის სულ, ხო ეს ხო ვიცით, ეს ხო უცხო არ არის ჩვენთვის, მაგრამ აი ეს, რაც უცხო არ არის ჩვენთვის, რასაც მზაკვრობა ქვია, არის ის თავარი ხელის შემშლელი, ის დემონური ვნების, ანუ სიამაყის საყრდენი ჩვენში, რომლის გამო ჩვენ ძალიან გვიჭირს მერე ღმერთის ხილვა. და აუცილებელი პირობა, რომ ჭეშმარიტი ისრაელელი იყო, ჭეშმარიტად ღვთისშვილი იყო, არის ის, რომ შენში მზაკვრობა არ იყოს და ეს არის საკუთარ თავზე სამუშაო. ჩვენ ყველანი უნდა ვცდილობდეთ, რომ გულზე დაკვირვება გქონდეს, რომ განსაკუთრებულად ეს ვლინდება ადამიანებთან ურთიერთობაში, რომ არ ვიყოთ მზაკვრები არ ვიყოთ ერთმანეთთან ურთიერთობაში, თორე აბსოლუტურად უიმედოა ჩვენი ღმერთთან ურთიერთობა, არაფერი არ გამოვა.